Buongiorno, buona giornata. დილამშვიდობის კარგ დღეს გისურვებთ. ეხლა ვცელდება ინფორმაცია, რომ ხამენეის დაკრძალვაზეო, ალი ხამენეის დაკრძალვაზეო. ყაველაშვილია მიწვეულიო და ფაშინიანის ჩვენი მეზობელი ფაშინიანი შეიძლება ჩავიდეს, ნიკოლ ფაშინიან. რომელზე ბოლოს გეტყვით რა. ფაშინიანზე. ხო და გამეც გამიკვირდა კაცო, მეთქი ეს კაცი კაცია თუ იყო თუ რა იყო, რა ვიცი, რაც იყო. ეს ალი ხამენეი, ტერორისტი. 4 თვის წინ დაადუღეს. გახსოვთ ალბათ სურათი, სათვალეები და წერები რო იყო მიწაზე. ხო და ბოლიროას დიოდა. 4 თვის ატყავდათ მეთქი, არ დაკრძალეს, თუ დაკრძალეს და ამოიღეს. თურმე ბიჭო შეშინებიათ ამათ დაკრძალვის. რომ აი მომლოცველები და ისინი რო არ გამოსულიყვნენ ქუჩაში და მე ამერიკიდან არ დაედუღებიათ ან ისრაელს ან ამერიკას და არ დაკრძალეს და შეინახეს ეგ კომუნისტებმა რო იცოდნენ ბრეჟნევები და ისინი რო ყავდათ დაკαπჩონებული ლენინი რო ყავთ ეგრე მავზოლეუმში ირანულ მავზოლეუმში ყოლიათ ჩაკαπჩონებული და ეხლა კრძალავენ და ამ დაკრძალვაზე დაუძახეს ეხლა აქ იმას რა ქვია თავის სატელიტებს იქ ყაველაშვილს იქით ფაშინიანს და ეს ამბავია რა იტოქში რო იცოდით. ხო და ეხლა ფაშინიანზე მინდა ორი სიტყვა რო ვთქვა რა, მოკლედ მინდა ეს ვიდეო რო ჩავწერო, იმიტომ რომ YouTube-ზე მინდა გადავაზიარო, YouTube-მა დამბლოკა, არ გაუშვა, ესე იგი, ვახსენებ გვარებს, ეთქობა არ უშვებს რა. ხო და აი ფაშინიანზე მინდა გითხრა, ფაშინიანზე. ესე რო დარბოდა პერაშკებით და სიმინდებით ხელში და რო იბლუყნებოდა და ჭამდა და ზიოდა ნამცეცები და ხალხში იყო. ახლა სად არის ეგ კაცი? ან ქართველი რო ხარ ბიჭო, აი რატომ უნდა გევასებოდეს მაგალითად ფაშინიანი? რამე იგი თქვათ ჩვენთვის სასიკეთო თქვა, გააკეთა. ბიჭო, ტიპს ერთხელ არ უსვენებია პოლიტვადიმრები. ჩამოენძრა კახეთში იქეიფა ბოჭორიშვილებთან და კობახიძეებთან, ამ ბობოლა ნაბოზრებთან. გასკდა წავიდა და მე თქვა რომ არაოფიციალური ვიზიტი იყო. არჩევნების წინ ჩამოეთრა. ერთხელ არ აქვს ნახსენები აფხაზეთი და სამაჩაბლო. როცა ფეხი დაგვიცდა და მოგვასრიალეს პავაროჩი ამ კოცებმა რუსული სიტყვები ხმარა, იმიტომ რომ რუსების დაკვეთა იყო ესა და ესებს სრიალებთ. აგერ თავი და სასუნთქეთი შესთავაზა მსოფლიოს საქართველოს დედაცუ აგერ მე ვარო. იქ რა ვიცი ხა თურქულ რეპარაციებზე გენოციდი მთელ მსოფლიომ აღიარა, მაგის გენოციდი, სომხეთის გენოციდი და ფაქტიურად ეგ იზახის ამნიშნულობა არ აქვს ჩემთვის მაგასო და არც რეპარაციები მინდაო და არც არაფერი ფაქტიურად ეგრე გამოუვიდე ხუში განცხადება გააკეთა ისრაელმა ცნო გენოციდი თურქეთის მხრიდან სომხეთის და მაგას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ არ ევასება ხა ის ისრაელი და მებრძოლი ხალხი კუანაა, ეგ ცუანაა, რუსია, კოცია. ხო ამ რეპარაციებს უარს იზახის ტიპი. იქ ყარაბაღი ჩააბარა იქ იმაში რა ქვია აზერბაიჯანს. აი რატო უნდა გევასებოდეს ერთ თუ გამოყალევებული არა ხარ ერთი პაშინიანი რა. თან ეხლა ირანთან ადრეც ხო იყო ჩათრეული იქა. სიკვდილი ამერიკასო რო იძახოდნენ კობახიძესთან კობახიძის გვერდში რო დგას იქ იმ აწუყე გარდაცვლილ ტიპებთან ერთად რო იდგა. იყო იქა ირანში. ყველა ტრაქში უძრება და რატო გევასებათ ეს ტრაქში მძრომელები მე არ ვიცი რა. აი ერთი მიზეზი დამისახელეთ აგერ ღია კომენტარები რატო უნდა გევასებოდეს ან ყაველაშვილი, ან ივანიშვილი, ან კობახიძე, ან ნებისმიერი ქოცი ნაბოზარი, ან ფაშინიანი. ერთი მიზეზი მითხარით რა. არივედერჩი.